მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, მე გახლავარ დავით ბოტკოველი, კომპანია HD Forex-ის ანალიტიკოსი და წარმოგიდგენთ ბაზრებზე მიმდინარე მდგომარეობას. დავიწყოთ ევრო-დოლარის წყვილით, სადაც წყვილმა განავითარა როგორც ხედავთ ძლიერი აღმავალი მოძრაობა, მივიდა 14.50 ნიშნულამდე დაახლოებით და ეხლა ამ ეტაპზე იმყოფება კორექციულ უკუსვლაში. შესაბამისად, მოსალოდნელი არის რომ მოვიდეს ბაზარი, რა თქმა უნდა 13.88 ნიშნულზე. შესაბამისად, აქედან უკვე დაველოდებით თუ რა მოხდება. თითქმის მოვიდა წინა რამდენიმე 3 საათის წინ დაახლოებით მოვიდა ბაზარი ამ ნიშნულთან, ეცადა რომ შეხებოდა, თუმცა ჯერჯერობით ისევ აღმავალ მოძრაობას შეიძლება განავითაროს. აქედან გამომდინარე, ზუსტად დაველოდოთ ამ ნიშნულს თუ რას იზავს, ეს არის ერთგვარი ნულოვანი წერტილი, საიდანაც ჩვენ უნდა გავარკვიოთ თუ საიწავა ბაზრის მოძრაობა, თუ გაარღვია ეს მოძრაობა, რა თქმა უნდა. ეს იქნება სიგნალი, რომ ბაზარი განავითარებს კვლავ აღმავალ სვლას, ანუ კორექცია ისევ გრძელდება, ხოლო თუ ვერ გაარღვია ეს მოძრაობა და პირიქით აისხლდა, რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს იმას, რომ ბაზარი განავითარებს კვლავ აღმავალ სვლას და ტრენდში ჩადგება. რაც შეეხება ნიშნულებს, რა ნიშნულებთანაც შეიძლება იგი მივიდეს, პირველ ეტაპზე, რა თქმა უნდა, ველოდებით 1.1470 ნიშნულს, ხოლო მეორე ეტაპზე 1.16 ნიშნულამდე მისვლას. ვნახოთ, როგორ განავითარებს ევრო მოძრაობას და 14.70 ნიშნულთან რას იზავს. რაც შეეხება დოლარ შვეიცარიულ ფრანკს, აქ პირიქით ვითარდება დაღმავალი სვლა, ბაზარმა გააკეთა დღეს სარკისებური დონე, ანუ მივიდა ძლიერ ნიშნულთან, 2 კვირის წინანდელ, უпростоრად 3 დღის წინანდელ უკაცრავად მინიმუმთან და აისხლდა. აქ მოხდა ზუსტად ესეთი ნულოვანი წერტილის დაფიქსირება, მოსალოდნელია, რა თქმა უნდა, დაღმავალი მოძრაობა და პირველ ეტაპზე ველოდებით, რომ ეს დაღმავალი სვლა დაფიქსირდება დაახლოებით ამ ნიშნულამდე, ეს არის 0.95-30 ნიშნული და იმის შემდეგ უკვე თუ რას იზავს ბაზარი, გადაწყდება უკვე უშუალოდ მომდევნო ეტაპზე, ანუ თუ გაარღვევს 0.95 ნიშნულს, საერთო ჯამში გაგრძელდება დაღმავალი სვლის განვითარება, ხოლო თუ ვერ გაარღვევს ამ ნიშნულს, რა თქმა უნდა, მოხდება ესე ვთქვათ კორექციული უკუსვლის განვითარება. რაც შეეხება ფუნტი დოლარის წყვილს, აქ პირიქით ვითარდება აღმავალი სვლა. გვაქვს დღეს სარკისებური დონე, ვნახოთ ამ დონესთან რას იზავს, ეს არის 1.2978 ნიშნული, 1.2970 ნიშნული, ეს დიაპაზონი, შესაბამისად, თუ ბაზარმა აისხლდა ამ ნიშნულთან, მაქსიმალური წერტილი ამ შემთხვევაში ახლო აქვს, ეს არის და პირველ ეტაპზე, რა თქმა უნდა, ეს არის 1.30 ნიშნული, მეორე ეტაპი, ეს მაქსიმალური ხაზი წითელი, ეს არის 1.30-60 ნიშნული და მოსალოდნელია, რომ ბაზარმა განავითაროს ზუსტად ამ ნიშნულამდე სვლა. იმ შემთხვევაში თუ ბაზარი გამოარღვევს უკვე 1.2970 ნიშნულს, ესე იგი ბაზარი გადავიდა კორექციულ უკუსვლაში და შესაბამისად არ არის გამორიცხული, რომ 1.2770 ან 1.28 ნიშნულამდე მოვიდეს, რომელიც არის ეს მაქსიმალური ფასები. რაც შეეხება დოლარი იაპონური ენს, აქ ფაქტიურად შევჩერდით უკვე, მიუხედავად იმისა, რომ ცდელობა იყო ძლიერი აღმავალი სვლის, მოხდა ძლიერი ვარდნა ზუსტად გუშინდელ დღეს და ისევ ფასი ჩამოვიდა ერთ-ერთი მაქსიმუმის, აი სწორედ ეს არის 24 მაისის მაქსიმუმის ქვეშ, ჯერჯერობით ვიმყოფებით აქ. აქვეა გასათვალისწინებელი, რა თქმა უნდა, ის ფაქტი, რომ ბაზარმა გაარღვია მაქსიმალური საზღვარი და ფაქტიურად ჩვენ შემოვატრიალეთ ტრენდი და ბაზარი წავიდა აღმავალ სვლაში. შესაბამისად, ჯერ ამ ეტაპზე არ განიხილება, ესე ვთქვათ, სელის მდგომარეობა, თუმცა თუ ბაზარმა გამოარღვია 111 უკაცრავად 111.60 ნიშნული, მაშინ მოსალოდნელი არის, რომ ბაზარმა განავითაროს დაღმავალი სვლა, ეს იქნება ჯერჯერობით კორექციული სვლა, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ბაზარი გამოარღვევს დაახლოებით 180 ნიშნულს, აქ უკვე შეიცვლება მოძრაობა, ანუ აღმავალი სვლა მთლიანად შეიცვლება უკვე და დაღმავალ ტრენდში გადავა. ყველას გისურვებთ წარმატებულ ვაჭრობას, გმადლობთ ყურადღებისთვის.